მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდი მარხვისთვის ამზადისი დაიწყო. ყველიარის შემდეგ 23 თებერვალს აღდგომის მარხვა დაიწყება და 12 აპრილს წყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. თემაზე ვრცლად მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამავაჟა სონღულაშვილთან ვისაუბრებთ. მამავაჟა, დაგლოცეთ, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მამავაჟა, რატომ არის საჭირო დიდი მარხვისთვის მომზადება? მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ მამაზეციერმა. ღვთისმადლით და ღვთის კურთხევით ჩვენ მოგვიახლოვდა აღდგომის მარხვის პერიოდი უკვე და იმდენად დიდი მარხვა, რა თქმა უნდა, ყველა მარხვა ფასდაუდებელი და დიდი მარხვა არის, მაგრამ აღდგომის მარხვა გამორჩეულად, ესე ვთქვათ, დიდ მარხვად იწოდება და იმდენად სიდიადი აქვს ამ მარხვას, იმიტომ რომ უდიდეს დღესასწაულთან გვაახლოვებს ბრწყინვალე აღდგომასთან და მას ახლავს ამ მარხვას ახლავს წინა მოსამზადებელი პერიოდი, ესე ვიტყოდი 4 კვირა ახლავს. ხალხმა იცის რომ აი მეზვერეზე ფარისეულის კვირით იწყება სინამდვილეში, მის წინა კვირა არის ზაქეს კვირა, ზაქეს სახარება იკითხება, აი სახლივისაც უკურთხებია, იმ დროს სახლის კურთხევის დროსაც იკითხება ხოლმე ზაქეს კვირა. და ეს 4 კვირა ახლავს წინა მოსამზადებელი და თავისი სულიერი დატვირთვა ახლავს ამ კვირებს. შაბათს მიცვალებულთა ხსენების დღეა და რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის ლოცვა და როგორ ეხმარება ცოცხალი ადამიანი მათ სულებს? ვიდრე ახლა ამ შაბათზე ვისაუბრებდით, გარდაცვლილთა შაბათს, მიცვალებულთა შაბათზე, ხორციელი შაბათად წოდებული. მანამდე მინდა მცირეოდე ესე ვთქვათ, შესავალიც გავაკეთოთ აი იმ კვირებზე, რაც გავიარეთ უკვე და რა კვირაც გველოდება წინ. აი ზაქეს კვირა ვახსენეთ, ხო? ჩვენ ზაქეს სახარება იკითხება. ადამიანი, რომელსაც უნდოდა ღვთის იმდენად ხილვა, დიდად უნდოდა, წყუროდა ღვთის ხილვა, რომ არ ითაკილა, ტანით დაბალი იყო და ხეზე ავედი და იქიდან უნდოდა ღვთის ხილვა და ნახეთ რა საოცრება მოხდა, რომ ზაქეს სურვილი უფალმა შეიწირა, გულისხმა ხო და ერთი მცირეოდენი შრომაც კი მან უფალმა დაუფასა და თვითონ მიახლა ზაქეს და ეუბნება ზაქე იწრაფე და გარდამოხედი, ესე იგი ჩამოდი ხიდან და მე დღეს სახლში, შენთან სახლში მაქვს სურვილი რომ ვიტრაპეზო და აი საოცარი რამე სახარება არის, ესე იგი ვისაც უნდა ღვთის ხილვა მოქმედებს და ერთი მოქმედება შენ იწვევს უფლის მოახლოებას შენთან. აი ეს კვირა და სახარება ამას გვასწავლის და შემდეგ რაც ხდება ზაქესთან, უდიდესი ცვლილება, ფერის ცვალება ხდება ზაქესთან, იმიტომ როდესაც უფალი მიბრძანდება ზაქეს, მოდი ესე ვთქვათ, სახლში კი არა, გულშიც მიბრძანდება, ამ დროს ხდება საოცარი ფერის ცვალება ზაქესი, ის აღიარებს თავის სოდებს, აი ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ ქრისტიანები ვართ, თუ უფალი ჩვენთან არის, მაშინ შენ აუცილებლად უნდა მიხვიდე სოდების აღიარებამდე, ჭეშმარიტ ნამდვილ სინანულამდე და ამას უნდა ახლდეს არა მარტო აღიარება, არამედ გამოსწორება. ზაქემ გვასწავლა ეს ძალიან კარგად, რომ აღიარა სახალხო და მე თქვა თუ ვინმე სცილი დავწამე 4 მაგს მიზესი გამოსწორებისკენ წავიდა. მეორე კვირა ეს არის მეზვერეზე ფარისეულის კვირა, ესე იგი ჩვენ ვისაც ხილვა უნდა გასაგებერა უნდა გააკეთოს, მე შემდეგ ვინც მიდის ადის ტაძარში სალოცავად, როგორი მდგომარეობა უნდა ახლდეს, რომელი ლოცვა გამართლებული. ესე იგი მეზვერე რომელიც წინ დადგა და მადლობდა ღმერთს რომ მას მიათეს წირავს, რჯულს იცავს და მადლობდა და აკურთხებდა უფალს და ამბობდა რომ აი იმნაირი ცოდვილი რო არა ვარო, ვინც უკან იდგა მეზვერე, რომელიც თავსაც კი ვერ იკადრებდა, რომ აღლა ეწია და გულში, მკერდში მუშს იცემდა და ამბობდა ღმერთო მილხინე, მე ცოდვილს ამაზე შემიწყალ და გამოვიდა მეზვერე გამართლებული. ანუ ესე იგი ლოცვითი მდგომარეობაც გვასწავლა ამ კვირამ, როგორი მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ უნდა შერცხვენილები დავდგეთ ღვთის წინაშე სინამდვილეში, როცა დაინახავ საკუთარ ცოდვილს დაცემულ მდგომარეობას, აუცილებლად თავს დაგახრევინებს შენი ცოდვები და მიგიყვანს ჭეშმარიტ სინანულამდე და მართალ ლოცვამდე და აი ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო რჯულის დაცვა, მიათედის შეწირვა, მარხვას დაცვა, ეკლესიაში სიარული მხოლოდ ეს არაფერი არ არის, შეიძლება ფარისეულობაში მიგიყვანოს და სიამაყემდე აუცილებელია განცდა საკუთარი ცოდვებისა და არა განკითხვა, აი ფარისეველი განკითხვაში იყო მეზვერის და არა განკითხვა ძმისა ჩვენს, ეს აუცილებელია. ეხლანდელი კვირა უკვე არის საშინელი სამსჯავროს კვირა და ამ კვირის წინ ყოველთვის არის ხოლმე ხორციელი შაბათი, რაც თქვენ მკითხეთ, მიცვალებულთა დღე, მიცვალებულთა შაბათი, ჩვენ განსაკუთრებულად ეკლესია, განსაკუთრებული დღეები აქვს გამოყოფილი, ლოცულობს გარდაცვლილი სულებისთვის საშინელი სამსჯავრო უნდა გავიხსენოთ ჩვენ და ჩვენ ვიცით რომ გარდაცვლილები უკვე პირად სამსჯავროზე წარსდგენ ღვთის წინაშე და ეკლესია მათთვის ლოცულობს. ძალიან დიდი მნიშვნელობა და ესე ვთქვათ ნუგეში და სიხარული აქვს და მე უფრო მეტსაც გეტყვით რომ ერთი რო ჩვენ აქედან ლოცვით
ვახარებ და ვანუგეშებ და უფალს ვებედრებით, რომ აპატიოს თავიანთ შეწოდებენ ჩვენს მიცვალებულებს და დაუმკვიდრონ სასუფეველიცათა, სადაც მართალი განისვენებენ და ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ აი მიცვალებული რაში გვეხმარებიან ჩვენ, მათი მიზეზით ვდგავართ წირვაზე, მათი მიზეზით ვლოცულობთ, მათი მიზეზით წირვაზე თანამონაწილეობთ, თანამსახურობთ და ამავდროულად ვეზიარებთ. ესე იგი ეს ჩვენი ლოცვა და მათზე ზრუნვა ჩვენს გვკურნავს. ესე იგი მათგანაც მოდის ძალიან დიდი ნუგეში, რომ ჩვენ ამ დროს ამ მიზეზით მივდივართ და წირვაზე თანამონაწილეობთ და ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს. ესე იგი ცადა მიწა ერთდება წირვის დროს, მიცვალებულთა მოხსენების დროსაც რა თქმა უნდა შენს არსში, გონებაში ცადა მიწა ერთდება, იმიტომ რომ შენ ლოცულობ საუკუნო ცხოვრება რო დაუმკვიდროს, მარადიული ცხოვრება და ეს ლოცვა კიდე ზერელად ვერ მოხდება. შენ ფიქრობ, რომ ისინი გარდაცვლილები არიან, ბევრი გულისტკენა გაქვს, ზოგს შეიძლება შვილი ყავს გარდაცვლილი, ზოგს მეუღლე, ზოგს მშობელი, ახალგაზრდა, რა მნიშვნელობა აქვს და ძალიან ბევრი გულის, ანუ რეალობის წინაშე დგეხარ ადამიანი და ფიქრობ, რომ ეს ცხოვრება არის წუთიერი, წამიერი და შენც ამისთვის უნდა ემზადებოდე, როგორც წმინდანები ამბობენ, ბრძენია ის ადამიანი, ვინც ემზადება გარდაცვალებისთვის, რაც თავისთავად ნიშნავს ღმერთთან შესახვედრად და შეხვედრას. ასე რომ აი ჩვენი გარდაცვლილები უკვე პირად სამსჯავროს წარდგინებულები არიან და ჩვენ მათთვისაც ვლოცულობთ, სიკეთე უნდა ვაკეთოთ ყოველთვის აუცილებლად და ეს დღეები ამიტომ არის გამოყოფილი და რა თქმა უნდა უკვე აიგვე მოგვიახლოვდა შაბათის შემდეგ კვირა, რომელიც არის საშინელი სამსჯავროს კვირა, რომელიც თვითოული ჩვენგანი ვიხსენებთ, რომ ყველას აბსოლუტურად ყველას მოგვიწევს საშინელი სამსჯავრო, საშინელი იმიტომ რომ ჩვენი ცოდებით წავდგებით ღვთის წინაშე, საქვეყნო გახდება, სახალხო საჯარო გახდება და უნდა გვახსოვდეს, რომ აი ჯობია, ზოგი არის ხოლმე რომერიდება აღსარების თქმა და მე გეტყვით რომ სანუგეშოთ, რომ ჯობია ერთ მოძღვართან ვთქვათ, ჩვენ სულიერ მოძღვართან, კეთილგონიერ მოძღვართან ვთქვათ, გულწრფელი აღსარება და ყველაფერი ვაღიაროთ, ვიდრე საჯაროდ იყოს გამოაშკარავებული ჩვენი ცოდები და მართლაც იყოს ჩვენთვის საშინელი სამსჯავრო. ამიტომ ჩვენ ვიხსენიებთ, ჩვენ ვფიქრდებით და უკვე ადამიანი ფსიქოლოგიურად, ესე ვთქვით, მომზადებულად, აზრობრივად, შინაარსობრივად მიდის უკვე მარხვის პერიოდამდე და შემდეგი კვირა, ესე იგი ეს კვირაც იხმება შეიძლება ხორცის აღების კვირა არის უკვე მერე და ახალი კვირიდან, ორშაბათიდან უკვე ყველიერის კვირა იწყება, უკვე ხორცის აღარ მიიღება და შემდეგ უკვე არის მიტევების კვირით, ესე ვთქვათ, მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი და შევდივართ, ეს არის კარიბჭე, უკვე მიტევების კვირით არის კარიბჭე მარხვას შესვლა და ეს უკვე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რაიმე სიკეთის კეთება ქმნა გვინდა, ეს იქნება მარხვა, ეს იქნება ლოცვა, აუცილებელია მარხულობ, იმიტომ რომ ცოდები მოგიტევოს უფალმა. მამაო ჩვენსაც ვამბობთ, რომ მოგვიტევენ ჩვენთან ნადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ და ამ დროს უნდა გახსოვდეს და გვახსოვდეს ყველას, რომ თუ შენ არ მიუტევე პირველ რიგში, თუ შენ არ ითხოვე ცოცხალი მხილული ადამიანებისგან შენდობა და პატიება, ის ვისაც აწყეინე ნეფსით თუ უნებლიეთ, ან თუნდაც გაწყეინა, თუნდაც უსამართლოს მოგექცა, თუნდაც ცილი დაგწამა, თუ შენ არ მიუტევე, შენი მარხვაც იქნება ფუჭი, შენი მარხვაც იქნება არაფრის მომცემი, იმიტომ რომ დასაწყისშივე თუ არასწორად საძირკველი ჩაესხა, შენობა რო აშენდება მაღალ სართულიდან, აუცილებლად ის ხვალ-ხვალზევით მცირეოდენი განსასწრების დროსაც კი ჩამოინგრევა. ამიტომ ნუ დავჯერდებით მხოლოდ მარხვის პერიოდს, რომ თურმე მე ვმარხულობ, თურმე არაფერს არ ვჭამ, თურმე მღვიძარებაში ვარ, თუ შენ მიმტევებელი არ ხარ, ეს შენი ყველაფერი ფუჭად ჩაივლის. ამიტომ ღმერთმა ინებოს, რომ ერი და ბერი ყველა მოგვამზადოს ამ დიდი მარხვისათვის. მინდა გკითხოთ 40 დღიან მოსახსენებლებზე, როდესაც დიდ მარხვაში სპეციალურად მიცვალებულთათვის აგზავნიან. და ასევე საინტერესოა მათაც იმ სამყაროდან შეუძლიათ თუ არა ლოცვა და ზრუნვა ცოცხალ ადამიანებზე. თქვენ იცით რომ ახლა მარხვის პერიოდი და განსაკუთრებულად დიდი მარხვის პერიოდი განსაკუთრებული შეძლების დაგვარად უფრო მეტი მომზადება, მობილიზება ჩვენი შინაგანი მდგომარეობის სულიერი სამყაროსი და ამ დროს უფრო მეტად რაღაც სიახლოვეს გრძნობდა, სიახლოვის ნაბიჯებს დგავ-ღვთისკენ და ამ დროს რა თქმა უნდა როგორც საკუთარი სულისთვის, შენი შვილების, ოჯახის წევრების, ასევე გარდაცვლილებისთვის უფრო განსაკუთრებულია ლოცვა, როცა შინაგანად ახარ მობილიზებული და მომზადებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ 40 დღიანი მოსახსენებელი არსებობს ჩვენს ტაძრებში არის ხოლმე, როცა მარხვა იწყება უკვე ყოველ დღე პანაშვიდები აღესრულება, მრევლი ჩამოსწერს მიცვალებულთა სახელებს, რა თქმა უნდა, ვისაც წესი აქვს აგებული, ვინც ღვთის გმობაში არ გარდაიცვალა, ვისაც სუიციდიან თვითმკვლელობა არ ჩაუდენია
მქონია და აი ამ შემთხვევაში ხდება ჩამოწერა მიცვალებულების გარდაცვლილების სახელების და ყოველ დღე დედა ეკლესიაში ხდება პანაშვიდის გადახდა სასულიერო პირებისადმი. Რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლი და ნუგეშია წარმოიდგინეთ ჯერ ერთი პანაშვიდი ერთ წირვაზე მოხსენება, ახლა კიდე ყოველ წირვაზე, ყოველ დღე პანაშვიდის გადახდა. უდიდესი მადლი და ზეიმია ჩვენი მიცვალებულებისთვის, როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არსებობს ანუ სულთა კავშირი, ხო? და ყოველთვის აი დარიგებას მოუწია ქადაგებაზე მის უწმინდესობას, რომ მიდით გარდაცვლილი მშობლებთან, მათ სურათთან და დალოცვა, ლოცვა კურთხევა ითხოვე. ესე იგი რას ნიშნავს, რომ ისიქიდან ისინიც გულოცავენ, ისინი შეგვეწევიან, ისინიც დაგვეხმარებიან და აი წარმოიდგინე მე მაგალითად ძალიან ბევრჯერ მიგრძნია ჩემი მშობლისგან შემწეობა, თუ რამე გამჭირვებია, მithოვია და შეწევნა მქონია, ძალიან ბევრჯერ მიგრძნია ჩემი გარდაცვლილი ბებიებისგან შემწეობა, აუცილებლად ანუ გავახსოვდეთ, რა თქმა უნდა, წმინდანები არიან შემწედა მფარველები და პირველ რიგში მათ უნდა ვთხოვოთ, მაგრამ აი სიახლოვე რო გაქვს ოჯახის წევრისა და რო მიხვალ და ევედრები შენ უსუსური რო აი შემეწია დამეხმარე, აუცილებლად აი ცხონებული ჩვენი წინაპრები იქნება, პაპაბებია თუ მშობლები, ვინც გარდაცვლილები აუცილებლად შეგეწევიან და დაგეხმარებიან და მოიღებენ უფლისაგან წყალობას და შემწეობას შენს. და ბოლოს რას ურჩევთ მრევლს? ყოველთვის არის დრო, რომ ადამიანმა გადადგას ნაბიჯი, დავფიქრდეთ თუ რამხელა დიდ წყალობას და მადლს გვაძლევს ღმერთი, დავფიქრდეთ იმაზე რა ხანმოკლეა ჩვენი წუთისოფელი, დავფიქრდეთ იმაზე რომ ჩვენ რა დიდ პატივშიც, რა დიდ ჩინოვნიკობაშიც, რა წოდებასაც გინდა აღწევდე მიწიერს, ყველაფერი ამ ქვეყნიური მიწიერი არის დროებითი, წამიერი, წუთიერი და უნდა ვზრუნავდეთ მარადიული ცხოვრებისთვის, ჩვენ პავლე მოციქული გმოძღვრავს ჩვენი მოქალაქეობა არ არის სამქვეყნიური, ჩვენი მოქალაქეობა არის ზეციური, ზეციურისთვის მომზადება და მოქალაქეობის დამკვიდრდება, დამკვიდრება შეუძლებელია მომზადების და მსახურების გარეშე. ამიტომ მე ყველას გირჩევთ, ყველას გისურვებთ, რომ მარხვა მოგვეცე გქონდეს და გამოვიყენოთ. მე არ ვიცი ყოველთვის ესე ვამბობ ხოლმე და ჩემ თავთანაც ვფიქრობ. არ ვიცი მომდევნო აღდგომის მარხვა მექნება თუ არა მე პირადად. ამიტომ ყოველთვის ისე უნდა მარხულობდე და წმინდანებიც ამბობენ, რომ ყოველი დღე ესე უნდა გალიო, როგორც უკანასკნელი დღე. ახლა წარმოგიდგენიათ, რომ ვფიქრობდე მე, რომ დღეს უკანასკნელი დღეა, ჩემზე კეთილშობილი ადამიანი არ იქნება. ხო, აი რომ ვფიქრობდე მე, რომ აი ეს მარხვა რომ ბოლო იყოს ჩემთვის, ალბათ ყველაფერი დაუზარებლად იმსახურებ, დაუზარებლად მიხვები ზედმიწევნით მამების დარიგებას, როგორ უნდა იმარხულო, რომ შენ სწორად გამოიყენო ეს შენ მარხვის, ესე ვთქვათ, შანსი რომ მოგეცა, ეს არის დიდი წყალობა და კურთხევა უფლისა. მე გილოცავთ ყველას, რომ დღეს კიდევ მოგვეცა კიდევ ერთი მარხვა აღდგომისა, რომ ვიმარხულოთ, რაც თავისთავად უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული ქრისტესკენ, ღვთისკენ, სასუფევლისაკენ და გისურვებთ ყველას აღდგომის მარხვის სინანულით გატარებას და ბრწყინვალე აღდგომას სიხარულით შეგებებას. ამინ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ ღმერთმა დაგლოცოთ და ყველას ერთად გისურვებთ მარხვა სინანულისა და აღდგომა და ყოველი დღესასწაული სიხარულისა. ამინ.